ანუ პარტიები საკრძალვა რაც აქვს დაანონსებული ამათ, ხო? უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც ესენი აპირებენ. ანუ გავიგეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აკონტროლებენ დღეს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს 100 წლის წინანდელი გადაწყვეტილებაც სავალდებულოა მარადიულ, მუდმივად. ანუ თუ დღეს ჩვენ აგვიკარძალავენ მაგალითად, ხო, რომ პარტიებს და პარტიების წარმომადგენელ ადამიანებს, ანუ გამოდის, რომ სამუდამოდ უნდა აგვიკარძალონ, იმიტომ რომ მომავალი ხელისუფლების პირობებში რა უნდა მოხდეს, ანუ მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რა უნდა ეშველოს, ხო? ანუ იმდენად სიღრმეებში ჩავიდა ავტორიტარიზმი საქართველოში, აი იმდენად სიღრმეებში ჩავიდა, რომ უბრალოდ გამოსწორების პერსპექტივებსაც კი კლავენ და ამის იქით უკვე ხო ძალიან რთული არის, ანუ ჩვენ უკვე მტრობაც აღარ გვაკავშირებს, ანუ ჩვენ შეგვიძლია გავთვალოთ, რომ საუკუნოვანი მტრობა უნდა გვაკავშირებდეს ესეთ ადამიანებთან, იმიტომ რომ მე რომელსაც ამბიცია მაქვს, რომ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის ვცხოვრობ და ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მოაზროვნე 30 წელიწადი სულ აქტიურობაში ვარ, უნდა მითხრა, რომ შენ არა გაქვს უფლება ისაუბრო ამ ქვეყნის უკეთესობისკენ და ნებისმიერ სიტუაციაში აი სამეგობროც რომ შეიკრიბოს მაგალითად სადღაც და მე პოლიტიკური განცხადება ვთქვა ჩემ სამეგობროშიც, იქაც კი შეიძლება ვიღაცას ყური მოკრას ვიღაცამ და იქაც კი შეიძლება ჩემს წინააღმდეგ სანქციები, ანუ მაგალითისთვის ჩემზე ვამბობ, თორე რამდენი 1000 ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს მძიმე გადაწყვეტილებები და ყველაზე საგანგაშო კიდე ერთხელ მინდა ვთქვა არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს და მით უმეტეს ისეთი უმაღლესი ღირებულებისა და მნიშვნელობის ინსტიტუციას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოა, იყენებენ თავისი პოლიტიკური სიბინძურეების განსახორციელებლად, ანუ რო შევადაროთ ისტორიული ფაქტებიდან, ხო, აი საერთოდ არ უნდა გაგვიკვირდეს ის მძიმე, აი დიდი ტერორის რუსეთი რასაც აკეთებდა და დიდი ტერორის საქართველოში რაც ხდებოდა დახვრეტები, გადასახლებები, აი არ უნდა გაგვიკვირდეს, ანუ ადამიანებს ისტორიიდან